გაიცანით დიპლომატები, რომლებიც თქვენს ხარჯზე ევროპაში კომფორტსა და უსაფრთხოებაში ცხოვრობენ და ხმა არ ამოუღიათ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე. რეჟიმის მოკავშირე ელჩების მხილების კამპანია ემიგრანტებმა წამოიწყეს. მდუმარე დიპლომატების სიაში პირველი ვახტანგ მახარობლიშვილია. საქართველოს ელჩი ბელგიაში და ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. მას ხმა არ ამოუღია, როდესაც ოლიგარქმა ევროინტეგრაციაზე უარი თქვა. დუმილი არც მაშინ დაარღვია, როდესაც საგარეო კურსის ცვლილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გასული ხალხი დაარბიეს და აწამეს. კამპანიის ავტორი ბრიუსელში მოქმედი ქართული ორგანიზაცია Promote Georgia. ბრიუსელში, სადაც საქართველოს ბედით წყდება, შენი ელჩი დუმს, იმალება, არაფერს ამბობს, არაფერს აკეთებს, რომ დაგეხმაროს საქართველო. ასეთ მდუმარე დიპლომატებს ინახავ შენ. რას აკეთებს შენი დიპლომატი შენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის? ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეებს გავაცნობთ ევროკავშირში მოქმედ საქართველოს ერთ ელჩს, რომელიც ქართული ოცნების 2024 წლის 28 ნოემბრის მოღალატეობრივი გადაწყვეტილების შემდეგ არის ჩუმად. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ჩვენ ვიცით, სად არიან ისინი, ჩვენ ვცნობთ მათ და სადაც არ უნდა წავიდნენ მომავალში, გვეცოდინება თუ ვინ არიან ისინი და ყოველთვის დავუსვამთ კითხვას, თუ რატომ იყვნენ ჩუმად ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადამწყვეტ მომენტში.